დღევანდელი ჩვენი გადაცემა განსაკუთრებით საინტერესო იქნება ქალბატონებისთვის, პრინციპში მამაკაცებისთვისაც, იმიტომ რომ ქალბატონების ბედიღბალი მამაკაცებზეც არის ნაწილობრივ დამოკიდებული. გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი კობა ქამაშიძე იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. გეგმაში მაქვს რომ გარკვეულწილად უხერხული კითხვებით დავსვა, ისეთი კითხვები, რომელზეც რატომღაც არ საუბრობენ საჯაროდ, მაგრამ ცნობიერების ამაღლება და რაღაცების ცოდნა აუცილებელია და დრო არის, რომ საქართველოშიც ქალბატონებმაც და მამაკაცებმაც უფრო მეტი რამ გავიგოთ ქალის ჯანმრთელობის შესახებ. ქალის ჯანმრთელობის შესახებ. ისე ძალიან კარგ შვები არა ამბოლოს ექიმებს რო წერა. რაღაცა სულ კადრს მიღმარიან ჩვენი. ამბოლო დროს რატომ მეორეჯერ წერ? ხო და აი მეორეჯერ ამბოლო დროს. მე აქტუალურ თემებს წერ და არა კონკრეტულად ექიმებს. აი გველოდება ბატონი კობა. გამარჯობა, როგორ ბრძანდებით? ეს თქვენი ლატე. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა. მე ტყუილად არ შეგარჩიეთ თქვენ, იმიტომ რომ ჩემი პატარა კვლევა ჩავატარე ქალბატონებში და პირველი განწყობა თქვენს მიმართ იყო ესეთი, რომ იმდენად პოზიტიური, იმდენად დადებითი ადამიანია, რომ რაც არ უნდა პრობლემა გქონდეს, აი ამ თავისი ფსიქოლოგიური და პოზიტიური მიდგომით ყველანაირ რაღაც განცდებს, ნეგატიურ განცდებს გაგიქარწყლავთო. აი ეგეთი განწყობა ქალბატონებში თქვენს მიმართ. ეს ექიმობა ალბათ. ექიმი არა მარტო ოპერაციით, წამლით რაღაცა, ანუ იმედი არ უნდა დავუკავო ჩვენ პაციენტებს, ეს პირველი რაც მაქვს, რომ აი იმ პაციენტის ადგილას უნდა წარმოიდგინო შენი თავი. როცა უფრო გაშინებენ, უფრო მეტ პანიკაში ვარდები და აი აქ რაღაცის დამარცხება ძალიან რთულია. თუ განწყობა არ აქვს პაციენტს და თუ ამაში დარწმუნებული არა და შენიც უნდა გჯეროდეს, იყოს შენ მხარეს და ავადება ცალკე. და პრინციპში ყველა ჯერზე როცა ამ განწყობით ხარ პაციენტთან, ალბათ მე ხასიათშიც ხასიათი ალბათ ეს არის. იმიტომ რომ ბევრი ძალიან მაგარი ექიმი ვიცი, რომელსაც არ აქვს თვათ ისეთი პოზიტიური ხასიათი, როგორიც საჭიროა. არ ვიცი, ახლა ალბათ ეს სპეციფიკა ქალებთან მუშაობის. იმიტომ რომ ქალბატონები უფრო ნაზები, უფრო სათუთრეები, უფრო ადვილად მოწყვალდებია და ამიტომ ცოტა სხვანაირი განწყობასაც უქმნით, როცა ჩვენთან ხდებიან და ვიწყებთ საუბარს, იმიტომ რომ ყველას ვეუბნები, ის რაც გამოსწორება და ეს საშიში არა. ჩვენ პაციენტს პირველი კითხვა აქვს, საშიშია. კი, მეც დამისვამს ეგეთი კითხვა. რასაც შეიძლება დრო სჭირდება, ფინანსები თუ რაღაც სხვა რამე სჭირდება და გამოსწორებადია, აი ეს უკვე საშიში აღარაა. რატომ ირჩევენ მამაკაცები ამ პროფესიას? სადაც მე ვსწავლობდი რუსეთში, მინდოდა ძალიან ქირურგია და არ მემიშვენ ქირურგიაში, რადგან ქართველები ყავით, ჰქონდათ ეს დამოკიდებულება იმ დროს. მართლა? ეს კი, ეს ცუდი დრო იყო. როდესაც პირველი განხეთქილება დაიწყო, ჩემი კურსი არ მელაპარაკებოდა, ჩემი ჯგუფი არ მელაპარაკებოდა, არა და აზე არ ვიყავი, თურმე თქვენ წაგვართვით მილიო და რა მილი მეთქი. ბაქუჯე იხან. და აი აქედან რო წამოვიდა რუსეთში ეს ნეგატივი, ეს იყო 90-იანების ბოლო. ეს ძალიან დიდი კომპანია იყო საქართველოს წინააღმდეგ და ხალხთან ახლა ეს პროპაგანდამაც იმუშავა. და აი ესე მოხდა გინეკოლოგიაში. დოლაი მამაკაც როცა ხდება გინეკოლოგი. საწყის ეტაპზე არის ხოლმე ეს უხერხულობები? თუ არასდროს არ არის პირდაპირ უკვე არჩეული პროფესია? არა, უხერხულობები მამაკაც არ აქვს. ახლა როდესაც პირველ კურსიდან ბოდიში და ყველა დღე გვამთან გაქვს საქმე, ამოიღებ, ჩადებ. სხვანაირად უკვე უყურებ. ჩემი პირველი რაც მახსენდება, ეს სამშობიარო ბლოკის კორიდორში შევესწარი და დამტოვენ მარტო ქალთან და არ წახვიდა მიშველი. რაღაც იყო კონსილიუმი და მე თქვი რა უნდა გიშოლა რომელი არის. 19-20 წლის. მაგრამ ის რომ დაუდექი და დავამშვიდ, მივხვდი რომ მარტო ყველაფრისოდნა არ არის. ანუ ესე განწყობა ადამიანთან კარგი კონტაქტი, უფრო მეც მუშაობს. არსებობს ეგეთი ტერმინი PMS. მე ვიცი, ეს მაგრამ ვერა მოხსენი რა და კი მაინტერესებს ზუსტად რა ხდება. PMS-ი ახსნათ რა მდგომარეობაა და საერთოდ რა ხდება ამ დროს? ხასიათი რომ ამ დროს კარგი იყოს არ შეიძლება? იმიტომ რომ აქვე ვაღიარებ რომ მე ვარ საკმაოდ აგრესიული PMS-ის პერიოდში. აი წარმოიდგინეთ, ხალის ხოვრება წრე არის, ხო? მენსტრუაცია
და მეორე მენსტრუაცია ეხლა. დიახ. როდესაც აქვს ეს მენსტრუაციები ეს. იქამდეც მივალ, როცა აღარ არის. მაშინ ხდება ეს PMS-ი, ამიტომ ეს აბრევიატურა როგორ იშიფრება ის? პოსტმენსტრუაციული პრემენსტრუაციული, ანუ ციკლამდე დიახ. 14 2 დღით ადრე, აი ამ პერიოდში 2 კვირიდან დიახ. ნებისმიერ დღეს დაწყებამდე ქალს ეწყება ცვლილებები ორგანიზმში და არის 180-მდე სიმპტომი. ვაიმე, 180. 56 წელს ეს გამოყენ ცალკე ნოზოლოგიაში. წარმოიდგინე, გაიყო 3 დიდ ჯგუფად. პირველი არის შეშუპებითი, როდესაც ქალს ეწყება ხელი, ფეხი, მკერდი, სახე და ნებისმიერი კიდური. შეშუპებაც ახასიათებს? შეშუპებითი, ანუ 3 დიდი ჯგუფი. მეორე ნაწლავური ჯგუფი, როდესაც გვეწყება ანყაზბობა, დიარეა, გაზები, ანუ დისკომფორტი ნაწლავებში და მესამე ჯგუფია ფსიქონევროლოგიური, ყველაზე დიდი, ყველაზე ხშირი, როდესაც ქალბატონს ეწყება ხან ტირილი, ხან სიცილი, ხან გამიშვით, ხან დამაკავეთ. უეცარი აგრესია, უეცარი რაღაც მონანიების მომენტები და ეს არის PMS. ემოციური დისბალანსი. ეხლა რა ხდება? წამალი არა ეხლა რა არ იყოს. ანუ აღმოჩნდა, რომ აი ეს ქალის ხოვრება წრეზე დადის მეთქი. დიახ. აკონტროლებს ორი მთავარი ჰორმონი, ესტროგენი და პროგესტერონი. აი ამათი რყევა ამ დღეებში არა ნაკლებობა, არა მეტობა, არა გადაჭარბება, უბრალოდ დღის განმავლობაში ამათი რყეობა აიძლევა ესეთ სიმპტომატიკას და ამას ქვია PMS. ყველასთვის ცნობილი, ყველასთვის ვერაგი და ძალიან რთულად სამართავი. ამ ჰორმონების სირბილს დღის განმავლობაში ძალიან რთული დასარეგულირებელია. Ну, პირველი რაც არის, ეს არის კონტრაცეპტივები, რითაც ვასტაბილურებ, ანუ ბლოკავ თავის თვიში, რომ ახლა გაჩერდით. კონტრაცეპტივები ერთი წამით ეგ როგორ? კოკები არის კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივი, ანუ აბები, რომელიც ვსვავთ, რო არ დარჩეს ქალმა ორსულად. დიახ. ანუ ეს PMS-თან რა კავშირშია? ბლოკავს ჰორმონების სირბილს დღის განმავლობაში, ანუ ასტაბილურებს ამ კონტრაცეპტივებს მაგ დროსაც მიღებულობენ? მე მეგონა მხოლოდ ჩასახს აწინააღმდეგო. არა, კონტრაცეპტივები არის, რა ვიცი, 20 საუკუნის 21 ამდენი რამე არის? 21 საუკუნის აღმოჩენა, იმდენ რაღაცას გვიკეთებს. ერთია რომ ჩასახვა, მეორე რომ კურნალობა გინდა, კისტები გინდა, პოლიკისტები, ბევრი რამე ციკლის დარღვევები ჩვენ ვიწყებთ 10 წლიდან, 11 წლიდან, ბავშვებში ვიწყებთ. წარმოიდგინეთ პატარებია, რომელიც აქ ეს პრობლემა მოვიდა 9 წლის მენსტრუაცია და დაიწყო სხვადასხვა პრობლემები. ძალიან იშვიათად, მაგრამ ვიწყებთ და გვაქვს ამის საშუალება რომ დავეხმაროთ. და PMS რო დაუბრუნდეთ ხმარობენ დღევანდელ დღეს ერთი ჯგუფი აქვს ვთქვით კონტრაცეპტივი, მეორე ანთების საწინააღმდეგო, ანუ არასტეროიდები. არასტეროიდები ჩვენ რო ვიცით, ნუროფენი, იბუპროფენი, ნაპროფი ჯგუფი ნებისმიერი. Ну, პრინციპში ხელა ამბავი თუ იყო ეს PMS-ი, მე უფრო მეგონა რაღაც ეს მსუბუქი აგრესიული ფონი, რომელიც ამდენიმე დღე გრძელდება და როცა ციკლი იწყება, მაინც ზოგს 10 დღე არ არის აგრესია. მაქსიმუმ რამდენი შეიძლება რო იყოს? 2 კვირაც შეიძლება იყოს. არის ხალხი, ვისაც ძიმე PMS-ია რაღაცის ტრიგერია, ხო, რაღაც შეიძლება ზის და ბახ და ამ დროს ვღავდება ეს ყველაფერი. ანუ უმიზეზოდ არ არის. უმიზეზოდ არ არის. მაგრამ თავარი მიზეზია კიდევ ერთხელ ჰორმონების რყევა დღის განმავლობაში. და ციკლის მოსვლისთანავე ეს ყველაფერი ქრება. ხო არის ხოლმე რომ ზოგჯერ ციკლის პერიოდში აქვს ქალს პრობლემები. ციკთან დაკავშირებული პრობლემები ძალიან ბევრია. შაკიკი, ხო, როდის ციკლის დროს არის, ნევრალგიები, ციკლის დროს რომელიც არის და ძალიან ბევრი რაღაცებია ციკთან დაკავშირებული. ეს უკვე ცოტა ფენომენია ქალი. ქალი დღემდე არის ზაგატკა. ქართულად ამოუცნელი. ამ დროს ფსიქოლოგიც უნდა იყოს, გასტროენტეროლოგიც უნდა იყოს, მამოლოგიც უნდა ჩაწეროს, კონდეს ღიური და მისი ემოციები, მისი ეს ყველაფერი სიმპტომები უნდა იყოს აღწერილი და შემდეგ უკვე ადაროს თვითონ რაზე მოქმედებს, რაზე და ეს ყავა ჩვენ რო გვიყვარს იქნება ეს არის გამშვები. სულად შეიძლება ეს იყოს მიზეზი. ჩაი, იგივე ან ზედმეტი მუშაობა ქალის. გადაღლა, სტრესი. ყველას ვეუბნები რომ ქალის ფუნქცია, ეხლა წარმოიდგინე 100 წელი არ არის, ხო, 50 წლებიდან
80 წელი და აი ავარდა დედამიწის ხო გადავხედოთ ხო რა ფუნქციაც ქონდა დღეს ქალი არის ყველაფერი 1-2 გაორმაგდა მეტი თუ არა 3-5 და იქნება 10 ჯერა იმიტომ რომ ქალი გახდა ყველაფერი დღეს რეალურად ირიბი მატრიარქატის ეპოქა მოვიდა უბრალოდ ესე ოფიციალურად არ არის ყოველთვის ესე იყო ყოველთვის არ იყო ქალი გახდა ნუ ოჯახი იყო ხო სამსახური გამოუჩნდა ყველა სფეროშია ქალი ბავშვი მასზე ქმარი ნათესავი ტერიც მოყარեց და ყველაფრის კონტროლში ქალის ტვინი არის სვენებს მამაკაცი მოვიდა სახლში დაღლილი რაქნა წამოწვა დაისვენა მიირთვა და დაისვენა ხო რატოა ესე უსამართლო ეს ქალბატონი არის სვენებს იმას ეწყება მეორე სამსახური მესამე სამსახური ალაგება იმიტომ რომ კაცი იმ ქალს ამეს ითმეს მერე საჭი აი ამის მოთმენა მასწავლებლებთან ასაყვანი მოსაყვანი საჭესთანაც ქალი ყველგან ქალია დღეს და ფუნქცია გაიზარდა 10 ჯერ მეტი ამერთ რამდენი ვქრათ ამ ქალებმა ჰა გთხოვთ კიდე რომ იყვენ ძალამაზები იყვენ ძალიან ენერგიულები კარგ ხასიათზე და კარგ განწყობაზე განწყობაზე მორგებული და ესე ხوار გადავიდე ხო ძალიან რთულია ეს ყველაფერი რატო ვართ ამ სამართლობის წინაშე რატო ვართ და ქალს მამაკაცები რა შვებიან ამ დროს არა მამაკაცებიც ასრულებენ მაგრამ ის რომ დღეს ქალბატონეს უნდა დავეხმაროთ რომ შეიცვალა ეპოქა სრულიად შეიცვალა ანუ თანაბარ პირობებში ვარ თანაბარ კი არა უფრო მეც ასრულებს ქალი და ამ დროს მამაკაცი მარტო სახლში მოსვენების ფუნქცია იგივე ბავშვთან მიმართებაში უნდა იყოს ხელშეწყობა ეს ძველი გამოცდილება მოყვება მაგრამ დღეს ხო შეიცვალა ხო ატყობთ ეხლა ჩემ ბავშვობაში მამაკაცი ეტლით წაიყვანდა ბავშვს სადმე ხო არა მამაკაცი გადმოდგებოდა და სინებდა მართლა ახლა იყო ჩემ პატარობაში არ იყო ვინმეს დაყავდა ეტლით დღეს მამაკაცებს დაყავენ ბავშვები ეტლით მიყავთ სკოლაში მოყავთ სკოლიდან და ჩართულია გადანაწილდა თუმცა ცოტა ნელ-ნელა ამფრი ხო და უხერხული კითხვები მაქვს რომ თქვი ეს უხერხული კითხვები ეხება ჰორმონების მოჭარბებას და შემდეგ მინელებას ანუ როგორ უნდა დავსვა სწორად იგივე ორგაზმზე რო კითხვა დავსვა ორგაზმზე ხო ამ სიტყვას სხვა სიტყვით ვერ ჩავანაცვლებთ ნეტარყუჩობაა სულხან საბას ლექსიკონში მაგრამ ორგაზმი რაზეც ამდენი საუბრეთ რომ ქალი იქ და ბოლოს აღამოს აი ეს გათიშული ადამიანისგან ვითხოვოთ კიდე ორგაზმი ცოტა რთულია ახლა წარმოიდგინე ასე გადაღლილი ქალი პლუს კიდე სახლში უნდა მივიდეს და კიდე საქმეები აკეთოს და ხამდე კიდე თავის თავს მოთხოვოს ორგაზმი ეს მიუღებელია იმიტომ რომ მამაკაცს ძალიან მარტივად აქვს ქალი არის როგორ გითხრათ ანუ მამაკაც თუ ერთი სართული აქვს ტვინი მეორე ქვედა ქალს აქვს 5-6 სართულიანი რეგულაცია იწყება თავის ტვინი ფარისებრი თირკმელზე და ჯირყვალი საკვერცხეები და მერე უკვე ნებები ესე რა ზოგადად რა არის ორგაზმი და რამდენად უწყობს ხელს ქალის და თუნდაც მამაკაცის ჯანმრთელობის სწორად მართვას არ ვიცი სწორად დავსვით თუ არა ორგაზმი ეს უფრო ფსიქოსექსოლოგები ალბათ ამაზე უფრო დიდ პასუხს გაგცემენ. ბიოლოგიურად ეს რეფლექსური კუნთების შეკუმშვა სქესობრივი აქტის ბოლოს დროს როგორც კიდე ისე ავიღოთ, როდესაც ქალი იცლება, აი ყველაფრისგან დაძაბულობისგან. რასთელი დღე ტვირთად ათრია. მაგრამ აი ხამდე რომ მივიდეთ, ქალი უნდა იყოს განწყობილი, დასვენებული, დამშვიდებული, ამიტომ მამაკაცის ალბათ მისი ან მხოლოდ ფიზიოლოგია არა, სულიერი ამბავი ჭირდება ყველაფერს. რატომ ამბობ, იცით, არსებობს რაღაც სტატისტიკა, რომ ქალთა ძალიან მაღალ პროცენტს არ აქვს ეს განცდა. და ხშირ შემთხვევაში რაღაც იმიტაცია და ასე შემდეგ. კი, ესეც არის. საქართველოში განსაკუთრებით 80%-ია საუბარი, უფრო მეტი 80%. უფრო მეტი. ეს ძალიან დიდი რიცხვია, ანუ ქალბატონები ვერ განიცდიან. ანუ წარმოიდგინეთ
გოგო თხოვდება, იწყებს სქესობრივ ცხოვრებას, მშობიარობა ერთი პატარა ბავშვი, ხან ხელში დაკავებული ეს საქმეები პარალელურად და ის მუდმივად აი ამ რეჟიმშია. მერე მეორე ბავშვი ემატება. შემდგომ უკვე ფიზიოლოგიური ცვლილებები ორგანიზმზე მშობიარობის შემდგომი. ეს მუდმივი სტრესი. ფსიქიკაზე რამდენად შეიძლება ეს ნეგატიურად? ნეგატიურად თუ ხალი ვერ ღებულობს, ეს ყველაფერი შეიძლება დაუბრუნდეს. ეხლა მამაკაცები რომ იყავდნენ ჯარში, ბიჭებს ასმევდნენ ბრომს, რო ეს არ მონდომებოდნენ, ნუ გაგიჟდებოდნენ და დიახ. ქალბატონებს ამის მართვა შეუძლიათ, მაგრამ რამდენად შიგნით იგროვებენ, მერე სხვა რამეებში გამოდის ეს სხვა დაავადებებში უფრო. ამიტომ ორგაზმი უნდა იყოს ცხოვრებაში, ორგაზმი, მაგრამ ამ ორგაზმის ხალის მიღწევის პირველი ვინც არის ეს მამაკაცი, ხო? მან უნდა მიანიჭოს ეს და მან უნდა იზრუნოს ამაზე. ანუ მამაკაცის ხალი იყოს პასუხისმგებლობა. ბედნიერი. დიახ. და შეძლოს ამის ჩუქება, იმიტომ რომ ხალი ამას ისე ვერ აღწევს, როგორც მამაკაცი. ანუ შეიძლება ისე ჩაიაროს ამ ცხოვრებამ, რომ ქალმა ეს ვერ განიცადოს? ან ორგაზმია ქვია ამ მდგომარეობას, როდესაც ქალს არასოდეს არ განუცდია ეს მდგომარეობა, ეძებენ ბავშვურ ტრავმებს. დიახ. რა მოყვა ამას, რატო ვერ ხდება რა? ან ორგაზმიამდე იმდენი სხვა კიდო რაღაც არის, ხო? ანუ რო დავყვეთ ახლა ვისაც არა აქვს ამაზე შეხება, სადღაც 5-10% სულ ვერ ცხოვრობს. დღევანდელ დღეს ბევრი მალავს ამას, რომ 7-10 წელია გათხოვილი და ზოგს ნორმალური კონტაქტიც არ ქონია, სქესობრივი კავშირიც არ ქონია და აი ამას ვერ ავლენენ ან მის ოჯახში, ან სხვის ოჯახში და ექიმსაც ვერ ეუბნებიან. აი ესეთებიც ხდება. რამდენჯერ გაუკეთებიათ ხელოვნური კონტაქტი არა აქვს. უკეთდება ხელოვნური განაყოფიერება, რომ ვერ ამყარებენ. ან ბიჭის მხარეს ხდება პრობლემა, ან გოგოს მხრიდან და აი ეს ძალიან სერიოზულია, ნამდვილად სერიოზულია. ნუ მამაკაცის უნდა ხდებოდეს, რომ აი ესე დავმალო და ვიყოთ არ არის სწორი. ხო, ამისთვის არის სპეციალისტები, ამის უნდა მიმართონ და თუ ეს ადამიანი შენ აირჩიე, რომ შენ გვერდით არის, მისი ყველა უფლება, ყვარულის, ბედნიერების, თუნდაც ორგაზმის მამაკაცმა უნდა უზრუნველყოს. არ ვიცი ახლა ლეგიტიმური იქნება თუ არა ჩემი კითხვა, მაგრამ მაინც უნდა დავსვა. მენოპაუზის შემდეგ ქალში რამდენად რჩება ეს ქალური მოთხოვნილებები და თუნდაც ორგაზმის განცდა? თუ საერთოდ სრულდება ეს? არაფერი არ ხდება. ქალი გადადის, მის შემოდგომა ეს არის ყველაზე მაგარ სოფლიოში ითვლება, რომ ეს ყველაზე მაგარი პერიოდია. რომელი? მენოპაუზა რომ თავდება? ქალის კლიმაქსური მდგომარეობა ქვია, ასეთი კოდია, მენოპაუზა ქვია სხვანაირად. როდესაც ქალბატონი თავისუფლდება მენსტრუაციებიდან, ან დრო შვილები გაზარდა, გაუშვა სასწავლებლად, რჩება მისთვის დრო. დიახ. და უკვე სხვანაირად აფასებს გამოვლენ ცხოვრებას. და ნელ-ნელა გადადის სხვა მდგომარეობაში. ციკლი არ აწუხებს, დენები არ აქვს, ბევრი რამის გადახედა, ბევრი სასირფილოც არ აქვს. მაგრამ სქესობრივად ის ცხოვრობენ, სურვილიც აქვს. ანუ მოთხოვნილება რჩება და ორგაზმის განცდაც. უბრალოდ ეს არ უნდა იყოს მიშვებული, უნდა მივიდეს სპეციალისტად თუ რამე არ უნდა, იმიტომ რომ ის ფიზიოლოგიური ცვლილებები, რაც მის ორგანიზმში ხდება, საჭირო ის პატარა ხელშეწყობას დღეს ცხოვრების გახანძლeda, ხო? კი, ნამდვილად. ყველას ვეუბნები თქვენ 80-მდე ხართ ახალგაზრდები, ჯერ კიდევ ქმედით უნარიანები, არაფერი არ უნდა დაიკლონ. არაფერზე უარი არ უნდა. წარმოვიდგინოთ ნებისმიერ დიდი აეროპორტი. ან პორტი, ხო, მსოფლიოში. ყავარჯნებით, ეს უცხოელი ბებოები, სხვადასხვა მოწყობილობები, ლამის ჟანგვა გადაადგილდებიან. ჩვენთან 50 წლის ასაკში რატომ უნდა წაიკრან თავიდან დაწვენ? და საუბრობდით მენოპაუზაზე, ანუ იგივე კლიმაქსი. ამ კუთხითაც ცნობიერება არის ძალიან დაბალი. ქალბატონების ძალიან დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ამ დროს არსებობს 1000-ნაირი საშუალებები სამედიცინო, რომ რაც შეიძლება გვიან მოვიდეს, რაც შეიძლება მარტივად ჩაიაროს ამ პერიოდმა და ასე შემდეგ. ძალიან მაგარი თემაა, იმიტომ რომ ის გადაწყობა ორგანიზმს როცა მიდის, ბევრში უყალოდ არ მიდის. ბევრთან მიდის ძალიან გამოხატული, უარყოფითი და სერიოზული ვეგეტატიური გინდა, ნევროლოგიური გინდა სხვადასხვა დარღვევები. ხო, ეს წამოხურება ალები და უსაბნო ძილი და ლამის ზოგი იატაკზე წევს, რომ გაგრილდეს ოდნავ მაინც, აი ესეთი რთული გამოვლინებები უნდა იყოს მართული, უნდა იყოს
ექიმთან ერთად ეს ვერ ხდება ერთჯერადად, ხო? იქ უნდა იყოს წამლის შერჩევა, დოზის შერჩევა, შემდეგ გადაყვანა სხვადასხვა დამამშვიდებლებზე, თუ არის ძალიან მკვეთრი დეფიციტი ჰორმონების, ამის შევსება და აი ეს საშინელი შიში ჰორმონების, რომ ვაიმე ჰორმონია და ამბადა მოკვდები არ იქნება, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ყველაფერი კონტროლდება ჰორმონით. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი იქნება თუ სხვა ჰორმონი იქნება, ამის გარეშე ჩვენ ვერ ვარსებობთ, იმიტომ რომ რეგულაცია თლათ მათზეა და ეს ყველაფერი უნდა იყოს მართული. ეს არ არის სასირცხო, ეს ჰორმონმა გადაეწყო, როგორც 13 წლის ასაკში 12 წლამდე ეწყება გოგოს. ასე გარდატეხის პერიოდები. გარდატეხის პერიოდი, აი იგივენაირად ხდება. ოღონდ ცოტა გვიან და ამასაც უნდა შევხვდეთ, ამასაც უნდა ყველაზე გვიან როდის მოდის ეს პერიოდი? ყველაზე გვიან ზოგს 55-ს არის. საშუალო 52-ია ჩვენი ევროპელი ქალის. კავკასიელი რასა ვარ ჩვენ? ვეკუთვნებით ევროპულას 52-53 წელი. არის რომ ნაადრევად მიდის, ისე მიდის რომ არაფერს არ ვნებს და შეიძლება არც ჩავერიო ჩვენ თუ რამე გამოვლინება არ აქვს, თუ რამე დაავადებები აქვს ისეთ რომელიც ამას გაამძაფრებს, არის რომ ჩვენი ჩარევა უნდა ამ ჰორმონების, იმიტომ რომ იმ სიხარულს, იმ ბედნიერებას ხოვრების შეიძლება დააკარგიოს ქალს, რომ ის თავს ვერ წევდეს. ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ძალიან ხანძლივ. თუ ამას არ მიეშველა 5 წელი, ამიტომ არსებობს, მართლა არსებობს დღეს შედით ნებისმიერ აფთიაქში. ძალიან ბევრია, ძალიან ბევრი რამე. საშუალება რომ ქალმა იგზნოს თავი, ქალად იყოს ენერგიული, დატკბეს ხოვრებით და აი ისევე როგორც ახალგაზრდობაში, ასე ვთქვათ, ყველაფერში იყოს ჩართული. ჩემმა ერთმა ახლობელმა ქალბატონმა, რომელსაც აი ეს პერიოდი აქვს, ამას წინათ რაღაცაზე თქვი, რომ სუმცივა, თქო ეს სანამ გძივა შეირგე. პლუს ამას, აი ბათუმი ხო, ყველაზე ლამაზი ქალაქი. გავისეირნოთ, დილას, საღამოს, სიმშვიდე, ნაკლები ყავა. ნაკლები ყავა? ნაკლები. ბევრი წყალი, ჩაი ბათუმურად უნდა დავაგეთო. ჩაის დიდი ვერაფერი. ჩაიც ბევრი და მაგარი. წყალი ბათუმი. ბევრი წყალი, ფიზკულტურა, სიარული. სადღაც წავიკითხე, სტატისტიკა იყო თუ რაღაც კვლევა იყო, არ ვიცი. ქალის ჰორმონალური ცვლილებების პროცესი ცხოვრების გზაზე. ხო და იყო ძალიან საინტერესო, რომ მამაკაცის და ქალის ჰორმონები და ჰორმონალური სიჭარბე არ ემთხვეოდა ერთმანეთს. სრულია. ხო, მაგალითად მამაკაცი მაჩო ცხოვრებას, ასე ვთქვათ, უფრო მეტად ავლენს 20-დან 30 წლამდეო, ამ დროსო ქალი დიდად ვერაფერიო. 30 წლის შემდეგ, ანუ 30-დან 40 წლამდე ქალი ყვავდება და მამაკაცი სტაბილურდებაო და ანუ არ ემთხვევა საკონკრეტულად და შემდეგაც ესე გრძელდება. ვიცით რომ პირველად გოგოები კლასში იზრდებიან, ბიჭებზე მაღლები ხდებიან, მაგრამ ბიჭები წამოეწევიან და გაასრებენ და აი ეს ჰორმონები, ეს ჰორმონები, მაგრამ ის რაც შექმნა, უთყვილად არ არის შექმნილი და ისე ასე საჭირო, მაგრამ საჭირო არა. ეხლა წარმოვიდგინოთ რა, ევოლუციურ პერიოდში ჩვენი ცხოვრება იყო გათვლილი 35-40 წლამდე. დიახ. აი ასე შექმნა ბუნება, რომ და გვეცხოვრო ამდენი. დღეს რამდენ ცხოვრობთ? დღეს ძალიან გაუვითარდით ამ კუთხით. რომ კუთხით. ბევრი ვიცხოვრო და უფრო მეტიც, იმიტომ რომ ტექნოლოგიები ვითარდება, ამის წინ წავიკითხე რა. უკვე ფირფიტები დაიწყენ ტვინში, ანუ შეყვანა ნევროლოგიურ პაციენტს ვის ვერ გადაადგილდება, ვის სხვადასხვა დაავადებები, ანუ სტიმულატორები ტვინში. სტიმულატორის გულში უკვე 50 წელით გამენ, ხო? ამუშავონ გულის სწორად. იგივე იწყება ტვინში. ეხლა უკვე იწყება ერა გენეტიკური მედიცინის, როდესაც გენებს უცვლიან და მალე უკვე წავალ სისხლის ანალიზით რაღაც გენი სადმე დამსხრეულია, იმას კოდირს გადაშიფროვკებენ, ასე ვთქვათ. უკვე მოხდა ესეთი პრეცედენტები. შიფრი შეიცვლება, კოდი დაედება ახალი და ადამიანი იცხოვრებს სხვანაირად. ამიტომ ჰორმონების სხვადასხვა პერიოდში ერთმანეთს, ანუ ეს რას მიგვითითებს, რომ გზნობელობა მამაკაცის და ქალის უნდა იყოს მაღალი მის მოთხოვნილებებზე. ანუ თუ ამ დროს უჭირს მამაკაცს, ეს არის 45-50 წლები, როცა მისი ჰორმონები ნელ-ნელა იწყებენ, იქ ქალი უნდა იყოს მეტად ფხიზლად, მეტად რბილი მამაკაცთან და ეს გადაატანიოს ეს პერიოდი მამაკაცს და იგივეა ქალის მიმართებაში. ამას ქვია სიყვარული, ხო? ანუ თუ გიყვარს, ეხმარები ადამიანს, იმიტომ რომ
ის რაც ხდება, ეს ყველაფერი ფიზიოლოგიურია და ვერ ვექცევით ახლა. მუდამ ახალგაზრდა ვერ ვიქნებით. მალე გეუბნებით, რომ პროგრამები შეიძლება ძალიან. ჩვენ მოვესწრებით ამას? უკვე წამოვიდა ბავშვები გენეტიკურ და რომელსაც პროგრამირებას უსვია. ეს რო შევა უკვე ხშირად ეს ღმერთთან რამე კონფლიქტში ხო არ მოდის? არა. ჩვენ ვამბობთ დაავადებულ ბავშვს. დიახ. წარმოიდგინე რაღაც გენეტიკური დაავადება გამოყვა ბავშვს, ვერ იტან მზეს, ხო, დიახ. მზის აუტანლობა. რა საინტერესო რაღაცა და აი ახლა უკვე შესაძლებელი გახდა, რომ გადატვირთონ გენეტიკური კოდი, 3 მილიარდი კოდის გადაწერა შეიძლება ჯანმრთელ კოდზე. და ეს რეალობა, როგორც ტელეფონი მიგვაქვს, ან ნოუთბუქი მიგვაქვს, აიტიშნიკე და გაგვისწორე. გაგვიწვიდეთ, აი ესეთი რაღაცა გველოდება. მაგარ ეპოქაში ვცხოვრობ, კი? გარდამავალში და ცვლილებების ეს წამოგვეწია. PMS-ი რო გავაქროთ, ესეც შესაძლებელი იქნება. შეიძლება მაგდელა. მე როგორ გაგვიწმინდა. ხო და ესე იგი დაუბრუნდეთ ჰორმონებს. ჰორმონების თემას. ანუ ეს რეალობაა, რომ 30 წლამდე მამაკაცი უფრო აქტიურია. იმიტომ რომ ტესტოსტერონი მოდის, მატულობს და მამაკაციც ესეთი მის ანუ ქალმა 30 წლამდე არ იცის რა ქალობა? იცის, როგორ არ იცის. უბრალოდ მისი პროგრამა სხვა არის. პროგრამა არის იყოს ბედნიერი დედა ამ დროს. ანუ ყველა ხო დაგვაპროგრამე, გოგო ბავშვი დაიბადა, გამოყვა კვერცხუჯრედები, რომ ის უნდა გახდეს დედა. აი ქალმა რაც არ უნდა მიაღწიოს, ხო? შეიძლება გახდეს კოსმონავტი, პრეზიდენტი, არ ვიცი, დიდი კრანის ან დიდი კორპორაციის მმართველი. მაგრამ შიგნით მაინც ზის დედობა, ხო? პირველი რაც არის, ბუნებით გამოყოლილი ეს დედობა და ეს ფუნქცია უნდა შეასრულოს. და მაგ ფუნქციისთვის აი ეს ქალურობა და თავის შესწავლა და თავზე რაღაც ფილოსოფიის რო არჩება მაგ დროს. ეს იწყება მერე. ქალის ორგანიზმი როდისაა ყველაზე მწიფე რო გახდეს დედა? 20 წლის, 20-დან 25-მდე ეს. ყველა სიმწიფე ახლა ვერ განისაზღვრება, მაგრამ ყველა საუკეთესო პერიოდი როცა ორივე შვილი მაგ პერიოდში მყავს, მე პირადად გაჩენია. ის არის ჯანმრთელი, ის არის, რა ვიცი, გადასტრესილი ჯერ არ არის, გადაღლილი არ არის. 35 წლის მერე იკლებს ქალის კვერცხუჯრედების რაოდენობას. საცნობად. და აი აქ გვეხმარება უკვე მაღალი ტექნოლოგიები, ინვიტრო განაყოფიერება და აი აქაც რისკები არის, მაგრამ იმდენი არა, რადგან გენეტიკური პათოლოგიები უფრო მატულობს ამ პერიოდში. ანუ იქ უფრო მეტი რისკებია, რომ მივიღოთ არა ჯანსაღი ბავშვი. თვითონ 40 წლის ქალს რამდენად აქვს იმის საშუალება, რომ ატაროს 9 თვე ბავშვი და დღევანდელი დღეს 40 წლის ქალბატონები ახლა ქალი ქალი რა საიზამს და 50 დღეს ძალიან ბევრი ყავს ხო 50 წლის ქალბატონები, რომლებიც აი დაგეგმენ და მოუნდათ. ან გაზარდნენ შვილები დააქორწინენ, გაათხოვენ და უნდათ კიდო სახში. რა დადებითი და რა უარყოფითი მხარეები აქვს აი ამ ხანდაზმულ მშობიარობას და ზოგადად შვილის გაჩენას? ყველაფერს მისი ასაკი უნდა. დიახ. ის დაღლილობა, რომელიც შენ გადაიტან 20 წლის და 30 წლის ასაკში, 40-50 ძალიან რთულია. 20 წლის უკან რასაც გავაკეთებდი და დღეს გავაკეთებ გულისხმობ ღამის საათებში და გადაღლულობს სულ სხვა რამეა. ანუ ეგ არის ერთადი რისკი? არა, რისკი არ არის შენი ორგანიზმი. თვითონ ორგანიზმს რამდენად შეუძლია გავიგეთ, რომ იმ ორგანიზმს შეუძლია. ესეთი რამ რომ ვაიმე არ შეუძლია და რაღაც დაემართება არა. წავიკითხე რომ ქალბატონები, რომლებიც 40 წლის შემდეგ აჩენენ შვილებს, შიდა ორგანოების და რაღაცა შიდა მდგომარეობის გაახალგაზრდავება და ესეც დადებითი მხარეებიც აქვს. სრულიად ახალგაზრდება. ანუ ბავშვის გაჩენა, ანუ წარმოიდგინეთ ქარხანა, ხო? უნდა ავაშენოთ ქარხანა, ყველაფერი მიიწვინოთ, კომუნიკაცია მოვიყვანა, იწყება მშენებლობა. ისეა ბავშვის მშენებლობა. ანუ ყველა რეზერვი იხარჯება ამაზე და ყველაფერი მე ნახდება თავიდან. ესე ბუნება ესე შექმნა. გვაქვს რისკები, დაუშვათ წნევის, ხო? უფრო ხშირია ანემიები, უფრო ხშირია ორსულობის გართულებები. ჩვენ გვინდა რომ ეს მოხდეს ცოტა ახალგაზრდა ასაკში. გვინდა, იმიტომ რომ უფრო მეტია უკვე საკეისროს ჩვენებაც, როცა ცოტა ასაკოვანია ქალი და პირველად გადაწყვიტა, მაგრამ ცხოვრება ისე ვითარდება, რომ უკვე 40-იც არ ხდება. დიახ. 40 წელიც. უკაკუნებ 50, იმიტომ რომ 50 წლის ქალბატონი ძალიან ბევრია, ვის გადაწყვიტა და უნდა შვილი. თავისით. ატარა 9 თვე.
თავისით ატარებს როგორ აბა 50 წლის ქალბატონი. 50 წლის ქალბატონები ნუ არ გამოვიდა აქამდე და გაიგეთა ეხლა ინვიტრო უნდა შვილი 60-მდე იყო ის ქალბატონი ხო აჭარაში რო გაჩნდა ჩვენ რაც არ უნდა ვისაუბრო და არ მოგწუნდეთ ახლა ბათუმში გვაქვს მედიცინა ღმერთსმადლობა ბევრს გონია რომ ვაიმე სადღა ვარ ჭურში არა ქართველები რომელიც ხორობენ იტალიაში ლანძღავენ იტალიელ ექიმებს რომელიც ხორობენ სტამბოლში იქაურ ექიმებს გერმანიაში ექიმები ისეთი ხელწამოსაკრავი ხალხი გახდა ხო მაგრამ ბევრი რამე ძალიან ვითარდება წავიდე შემდეგი ხის ქვეშ ხوارშევი საუბრობთ რომ დინამიკა არ დავკარგოთ მაემ სოციალურმა ქსელებმა ამდენმა რეკლამირებმა ადრე თუ თქვა ბავშვი სექსუალური მოთხოვნილება 15-16 წლიდან იწყებოდა დღეს უფრო ასაკმა დაიწყო მოთხოვნილება ეს თუ ცოდნა თუ უფრო ეს ინტერნეტის გავრცელება აი ამის წინ შეხვდა ძალიან მაგარი სტატია სადაც ამერიკელები იყო ანუ განსაზღვრავდნენ რას რომ 12-13 წლის ბავშვებს უფრო მეტი ბოდიში და შიშველი ქალი ყავთ ნანახი ვიდრე 30 წლის უკან დასრულ მამაკაცს ეს ყველაფერი ხდება ინტერნეტით და რამდენად ეს შემდგომ რა გავლენას მის ფსიქიკაზე, მის ქალის აღთქმაზე, ცხოვრების ეტაპებზე მოახდენს გავლენას, ეს ძალიან საინტერესოა და ალბათ ამას ფსიქოლოგები შეისწავლენ, იმიტომ რომ აი ეს ფლატ ყველაფრის გახსნილობაც ბავშვებში მით უმეტეს, შესაძაც არ არიან მზად ამისთვის და სულ მინდოდა ეს კითხვა კონტრაცეფციის საშუალება ბავშვები ალბათ შეხედავენ და როდევს ყველა კასასთან და ყველა გავლის წინ ჩემი ბავშვი პატარა ბავშვი ეს რა არის და სულ მიჭირს ამის პასუხი რატო ეს უნდა იდვეს სულ ესე თვალსაჩინოდ ბავშვისთვისაც დიდისთვისაც სადაც საღეჭი რეზინები და შოკოლადები რეზინი და გვერდზე არის ეს აი ჩემ ბავშვს აიღო მორბის ეს რა არის და რა უნდა უთხრა ხო მშობელი ხარ და ყველა ამას აი აქედან რო დავიწყოთ ხო რატო დევს სულ იქ ეს ხო შეიძლება სხვაგან დადვან და აიღო კონდოლი თუ რასაც კონდონი კონდომი ნუ რაც ხარ ეგ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. თუ თქვა იგივე არის ინტერნეტში, ხო, რომ ამოდის ეს რაღაცები, ჩემთანაც ამოდის. ეხლა ჩემი პატარა არის 7-8 ხდება და ყველა წამს თხოვს ამ ტელეფონს, ან ჩვენ ტელეფონს იპარა. მე ძალიან რთულია კონტროლი. ძალიან რთულია ამის კონტროლი და ბახ რაღაც გახსნა ბავშვმა და გადაიშალა ეს. დიახ. ენი თუთკმელი. ენი თუთკმელი სცენები, რომელიც დიდი ვერაღით ქვავს. სწორად და ხო ბავშვისთვის რამხელა ეს არის, მაგრამ ტელეფონს ხო გამახსენდა პატარები რო ვიყავით, მარად უკვდავი ხელოვნება ესეთ წიგნი გქონდა სახლში ეს. რემბრანტი, რუბენსი და ასე შემდეგ. მე და ჩემი დეიდაშვილი მზრდელობების წიგნს ინტერნეტი არ გქონდა და ამ ყველაფერს ეს მარად რენესანსის წიგნებში ვეცნობოდით. როცა ხდება საშვილოსნოს ამოკვეთა. შემდეგ როგორ ხდება ქალის ფუნქციონირება, როგორც ქალის. ძირითად შემთხვევაში ეს კვანძებია მიზეზი იმისი. კეთილთვისებიან წარმონაქმნებს საშვილოსნოს. დღეს პაციენტი თვითონ წვეტავს. ჩვენი მოვალეობა ყველას აუხსნათ. აქ რისკია. ასეთია, შეიძლება ეს მივიღოთ, რაღაც პერიოდში ეს მივიღოთ და თვითონ პაციენტმა უნდა მიიღოს თავის-თავზე აიღოს ეს გადაწყვეტილება. ადრე ესე არ იყო, ადრე ექიმი წვეტავდა, ჭირდება ამას, არ ჭირდება. დღეს ვესაუბრებით, აი ეს ყველანაირად, ყველა გზები უნდა გავუთვალოთ ქალბატონს. პირველია სოფლიოში ეს ოპერაცია რა, ახლა რაც თუ ტარდება ოპერაცია. ანუ ყველაზე ხშირია ხო? ყველაზე ხშირი ოპერაცია სოფლიოში საშვილოსნოს ამოკვეთა. იმიტომ რომ იმდენად ხშირია ეს დაავადებები და მათთან დაკავშირებული გართულებები, ხო? მთავარი გართულება ეს არის სისდენები. და ბევრი ქალი ამით წამობს თვეებით, როცა აქ დაუსრულებელი ეს ციკლები და ფიქრობს რომ ვაიმე დღეს დასრულდება და ხალწავალ ექიმთან და ეს შეიძლება 2-3 თვე და სანამ არ მიიყვანებენ სასწრაფო და არ გადაუსხამენ სის და რაღაც არ გაუკეთებენ ქალბატონი წვალობა. ქალის ხოვრება, ანუ ამით არ თავდება, იმიტომ რომ თავარი ის ურთიერთობს მამაკაცთან, ის ორგანო რჩება, ამას ქვია საშო. უბრალოდ 2 თვე ეს არ საკვერცხეები. საკვერცხეებთან მიმართებაშიც ვცდილობთ რომ დავუტოვოთ. აუცილებლად, იმიტომ რომ საკვერცხე არის თავარი ორგანო. 2 ჯირკვალი რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის, აი წარმოიდგინეთ გულისთვის, სისხლის მიმოქცევისთვის, ტრომბისთვის, ძვლებისთვის, ყველაფერი არის საკვერცხე ჩართული.
ამიტომ მაქსიმალურად საკვერცხე უნდა გქონდეს. ადრე იყო მიდგომა 45 წელი იყო ზღვარი და აი მიუახლოვდეს ყველაფერს უღებ. მიაყოლებდნენ დღეს უკვე ვცდილებთ 55-მდე, 50 მაინც. ამაზე ვაკეთებთ ოპერაციის წინ კვლევებს, ანუ რო არ გამოგვეპაროს არის რამე მიდრეკილება თუ არა ონკოლოგიისკენ. პლუს ეს უნდა თვალით დავინახო და დავწუნდოთ რომ უტოვებთ ადამიანს ჯანსაღ და ოდნავ თუ გვაქვს ეჭვი, მაინც ვიღებთ რაღაც ქსოვილს გისტოლოგიისთვის, რომ ვიყოთ შვიდად და ეს უსაფრთხოდ დაუტოვოთ ეს ქალბატონს. იმიტომ რომ ეს იმდენად ჭირდება მისთვის, ჩვენ არ ვიცით ხო, იმის მერე შეიძლება 50 წელი სიცხოვრავს, 30 მაინც და ეხლა რომ მოუკლათ ყველაფერი, მაგრამ ის რისკი რომ იქ ონკოლოგია თუ დედას ქონდა, დეიდას ქონდა და ჩვენ დაუტოვებთ რისკები მაღალი. ამიტომ ცხოვრება ამ ოპერაციის შემდეგ არ თავდება. ისე რატომ მოხშირდა ეს კვანძები საშვილოსნოზე? აი როგორი ხშირი გახდა? თითქმის ყველა ქალის პრობლემაა. ესა ჰორმონ დამოკიდებული, ანუ ესტროგენზე, მთავარ ქალის ჰორმონზე დამოკიდებული დაავადება, როდესაც საშვილოსნოზე ჩნდება წარმონაქმნები, გვალი წარმონაქმნები სხვადასხვა ზომის, სხვადასხვა მდებარეობის და შეიძლება იმხელა დიდიც გაიზარდოს, რომ დააწვეს, ან შარდის ბურჯს, ან ნაწლავს, ან ნერვს და რაღაც მუდმივი ტკივილები ქონდეს, დენები ქონდეს, ვეცარი სისხლიანი გამონადენი ქონდეს არამესწრაფო პერიოდში. თუმცა ამ კვანძების ამოკვეთაც ხდება ლაპარასკოპიული მეთოდით. ლაპარასკოპიით და ღიათით და ვაგინალურს ამ კვანძებსაც ვიღებთ, გააჩნია ქალბატონის სურვილს, მაგრამ ვაფრთხილებთ, რომ თუ ეხლა დაუშვათ ამოვიღეთ, ეს არ ნიშნავს, რომ არ წამოვა, შეიძლება ერთ წელიწადში 2-5 თვეში თავიდან გაიზარდოს, იმიტომ ორგანო არის. მიდრეკილება არის და ეს შეიძლება კიდევ მოხდეს. რაღაც რეზიუმე მინდა გავაკეთო და სკრინინგი გჭირდება აუცილებლად. ანუ წელიწადში ერთხელ ეს იქნება ეხოსკოპია, ზუზუს შემოწმება ბოდიში, ხო ასე. ხშირად ვიმეორებ ამას. აუცილებლად უნდა ვიმეოროთ. საშვილოსნოს ხელის სკრინინგი, პაპილომა ვირუსზე, გვაქვს აცრები. პაპილომა ვირუსზე აცრა ავიტანეთ ასაკობრივად 46 წლამდე. ბიჭების აცრა, გოგონების აცრა. ეს არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ძალიან მაგარი შედეგები აქვს სოფლიოში. ანუ წარმოიდგინეთ ავსტრალია ეხლა 3 წელიწადში, 4 წელიწადში აცხადებს თავის ქვეყანას, თავის უფალი საშვილოსნოს ყელის კიბოსგან. ანუ ეს იმხელა მიღწევაა. კი, პატარა ქვეყანა ვართ. 300-მდე შემთხვევა გვაქვს წელიწადში. ესეც რო არ გვექნება ამ პატარა ქვეყანაში, წარმოიდგინეთ რა ბედნიერი ვიქნებით. ამიტომ სკრინინგი უნდა იყოს. ამიტომ არ უნდა დაგვეზაროს. გვაქვს ეხლა ბათუმში. უფასო პროგრამებია. ბათუმში რამდენი კლინიკაა? დიდი კლინიკები მიდიხარ გიკეთებენ. ანუ მარტო აღება არის. ჩვენთან მიდის ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ჩამოგდის პასუხი. და უკვე შემდგომ გეუბნებიან, როდის რა გააკეთო. არაფერი დამალული არ არის, ინფორმაცია ყველგან არის, თქვენგან არის მისვლა. ცოტა თავის შეყვარება, ცოტა ეგოიზმი და შეიძლება ვიყოთ ჯანმრთელები. დღევანდელ დღეს აჭარის ჯანდაცვას აქვს ფანტასტიკური პროგრამები. ასეთი არავის არ აქვს საქართველოშიც კი არა, თელ კავკასიაში და შეიძლება დიდ ქვეყნებშიც, ხო, რასაც აკეთებს აჭარის ჯანდაცვა, რა პროგრამებსაც დევს ფულს, დაგვზევს ჩვენ მოსახლეობას და ცოტა გვინდა რომ ხელი შეუწყო და ჩვენ ვიყოთ ჯანმრთელები. რატომ არ უნდა ვიყოთ ბედნიერები? ნახე, რა ქალაქში ცხოვრობთ, რა ქვეყანაში? ყველაზე ლამაზი ქალაქი, ყველაზე ლამაზი ქვეყანა ჩვენ გვაქვს. საუკეთესო წყალი გვაქვს. წარმოიდგინე, სუფთა ჰავა ჩვენ გვაქვს. წყალი სუფთა გვაქვს. ქალაქი, ბულვარი გვაქვს. გამწვანება გვაქვს, ზღვაც გვაქვს, ყველაფერი გვაქვს იმისთვის რომ ვიყოთ კარგად. რატო ვარ დაავადებული ეს საზოგადოება არ ვიცი. იმიტომ რომ არ იყო ეს კულტურა ჩვენში, ეხლა დაიწყო ამ ყველაფერზე საუბარი. ხშირად ერთი მისვლაც, ერთი ანალიზმა იქნება გადაგვარჩინოს, ეს ხო არ უნდა იყოს მარტო ქალბატონებში, ხო ის მამაკაცებში. ისე ჩაბარება, ნაწლავის შემოწმება და რისკებია და პატარა პოლიპები ჩდება ნაწლავზე და ეს ყველამ უნდა შევამოწმოთ. გულის შემოწმება, ხო, რამდენს აქვს გულსიცარ არის ნომერ პირველი დაავადება. ყველაზე მძიმე შედეგები უეცარი სიკვდილები და ნუ ახლა ჩვენ მიჩოული ვართ რომ ვაიმე ვერაფერი ვერ ვქენი და ადრე რო გამოეკვლია 2-3 თვით ადრე და რაღაც დაელია ხო არ იქნებოდა ეს გულის პათოლოგია და არ მოქმდებოდა ახალგაზრდა ადამიანი რომ მიხვიდა დროზე
ჩვეულებრივ კარდიოგრამა ხო 3 წუთიანი გასკდეს 10 წუთი, მაგრამ სავალდებულოს ვერ აკეთებენ, იმიტომ რომ დავარღვევთ უფლებებს ადამიანის და ძალით მივიყვანოთ აი ესეთი ჯარიმა უნდა წესდებოდეს ისე. ვინც არ მივა ექიმთან, დაჯარიმდება 500 ლარი. არცეთ საბუთს არ მოგცემენ თუ სკრინინგი არ გაქვს გავლილი. ლიბმულია, ხედავე იუსტიციაში. ისრაელში? ისრაელში. ვერანაირ საბუთს ვერ გამოიგო. თუ არ გაქვს სკრინინგი გავლილი. ხო იყოს ეპოქაში ეს ხომ მუშაობდა ფლუოროგრაფიაზე ყველა დადიოდა ყველა სამსახურში მიღებაზე აბარებდი რაღაცებს და წელიწადში ერთხელ უნდა გაგევლოს მიგეტანა არსად არავინ არ მიგიღებდა ყველაფერზე გამოწმებდნენ ჩვენ იმიტომ დღეს ღებულობთ უკვე ყველაფერ დაგვიანებოს მერთით ყველაფერი გამოსორდება კარგად ვიქნებით ჯანმრთელად ვიქნებით